მოგესალმებით. მეგობრებო და შეგახსენებთ რომ ქალაქში საშინელი ვირუსები დადის და ვერ ჩვენ გადავრჩით და იხედავთ რა დღეში ვართ აქ. თუ შეიძლება ტელევიზორებს ცოტა მოშორდით არ გადაგდოთ და ბავშვებიც იქეთ გადასვით. გაციებულები ვართ მეც და ნიკაც და ვიჭებიც. რომელს გადავდეთ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ გაციებულები ვართ. კი ბატონო, მე მაინც გონია რომ გოგია საკორდეონის ბრალია ჩემო ძვირფასებო, ისე გაწელ-გამოწელავს ხმე რომ გვიბერავს, კაცო, რამდენჯერ გითხარი, გვიბერავს. აბა, თვითონ რაიღლება მაგას არ უბერავს. საბაგიეროდ ეგ-უბერავს. კი ბატონო, გადავიდეთ ახლა ამბებზე. მაინც ჩვენი გასაკეთებელია და ორი ამბავი გვაქვს, ცუდი და კარგი და რომლით დავიწყოთ? მოდი დავიწყოთ ცუდით, მაგრამ რომ მე კარგი დამთავრდეს. კი ბატონო, წელს საქართველოში ძღოლებმა 10 მილიონით მეტი ჯარიმა გადაიხადეს, ანუ 10 მილიონით მეტი გადაიხადეს, ვიდრე გასულ წლებში. ახლა კაი თქვი? კაისაა რომ ბიუჯეტი შეივსო. ოჩა ქართველებო, მართლა როგორ ზრუნავთ საქართველოს ბიუჯეტს, თქვენ გენაცვალეთ ჯარიმაში. ხო და ამიერიდან ცუდად რომ გადაჭრი ღერძულა ხას, ან ვინმე ჩაუჭი და მოგვაწახებს, რა შვებიო, ბიუჯეტს ვავსებთ ხო, ამაყათ უნდა მიაძახო. ისე რა კარგია რომ ქვეყანას აქვს საშუალება. აბა ევროპას რო უჭირს და გადახდის თავი რო არა, მინიმუმზეა დასული ჯარიმების რაოდენობა. ერთი წუთით ბოდიში ესმესი შეგადებიო 10 მილიონ 50 ლარი გახდა სადევი კიდენეთ ეს ჯარიმა ახლა აი რა გაწუწუნებს ვითხარი შენ თვითონ არ თქვი რომ არის საშუალებაო ხო თქვი არა უშავს მომავალ წელს აღარ იქნება ამდენი ჯარიმები რატომ აღარ იქნება ვითომ აი არ დაარღვევენ თუ რა არა დაიმახსოვრებენ სადაა კამერები დამონტაჟებული თუ ვერ დაიმახსოვრებენ და მაინც მიიღებენ ჯარიმებს ჩვენ მუსიკალურად გავახსნევთ აქედან მეტი რა დაგვრჩენია რადგანაც ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოსიტაშვილი და მინდა გითხრათ რომ ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენ პლეი-ოფის მატჩი ხვდებით აბავის სომხეთის ნაკრებს. ამ თამაშს უკვე დაარქვეს მიმინო დერბი. ხო და თქვენ იცით ბიჭებო, თამაშის მერე უნდა ვიმღეროთ ეს დალი. Што დალი? რა ქვია, დივიზიონ მედალი. საბიჭო სახსებში რაღა დაგივალო ჩემო იმანო ისე კომბინაციური თამაშით თუ მოვიგებ თორე ინდივიდუალური და ტექნიკური თამაშით გაგვიჭირდება მოგება მაგათ ეს ვიდო რატო ბიჭო აბა სომხებს მოატყუებ შენ რამე არ ისე მართლა რთული იქნება ბოლო ფეხბურთი მაგათი მოგონილია ახლა და ვის მოგონილია ფეხბურთი არის ინგლისელების მოგონილი სომხებს გითხიება მოკლედ ჯერ სომხეთში ვთამაშობ და მე აქ თბილისში ანუ სომხებს ორივე თამაში სახლში აქვთ ხოდა დაბრეულები არიანავლაბრელი სომხები ვისკენ იყვნენ აღარ იციან რადგან ორივე ჩვენიანია მათთვის რა ბატონო სხვათა შორის თბილისელი სომხების საყვარელი ფეხბურთელი თუ იცი რომელია რომელი გველესან ნამდვილად მაგარი დერბი გველოდება მარტში და ვინც აპირებთ თამაშს ერევანში წასვლას ყველას გირჩევთ თამაშამდე შედით იქ რესტორანში თან გადაყოლა იციან ჩვენმა სომეხმა მეგობრებმა ოღონდ არა თამაშის შემდეგ რადგან ეჭვი მაქვს რომ მე აღარ იქნებიან თან გადაყოლის ხასიათი მოკლედ ბიჭებო ისე უნდა ვითამაშოთ სომხებმა ჩვენ გუნდზე თქვან ეგენი არიან ჩვენ ნაკრები აქვე ერთ კარგ ამბავსაც გეტყვით ჩვენი ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მამა გახდა გულოცავთ და სასწრაფოდ უნდა უოთ კარგი ძიძა
სომხეთთან მატჩის დროს ბავშვი მას რო არ დაუტოვო. გიორგი ძალიან მჭირდება ახლა კი ბატონო, ერთი სიტყვით მამარდა მამა გახდა. ესე იგი, მამარდა უკვე მამამარდა. მეორე მამა გავავიდა. ვაგრძელებთ სპორტის თემას. ძალიან წარმატებული სპორტული კვირა გქონდა რაგბიში მოუგეთ ტონგას. 18 წლამდელი მორაგბეების ზედიზედ მე-6-ად გახდნენ ევროპის ჩემპიონები და კალათბურთში ფინეთი დავამარცხეთ. ესე იგი, თუ მოვინდომებთ, ყველა სპორტი გამოგვდის. ერთი კრიკეტი არ გვიცდია, თორე დარწმუნებული ვარ, მაგაშიც მაგრები ვართ. რაც შეეხება კალათბურთს, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ფინეთთან მატჩი. არა, თვითონ თამაში კარგი იყო, მაგრამ ეს აცრებლებული ფინელების ყურება იყო რთული. რაგბია და ეხუმრები შენ ბიჭო, ტონგას მოვუგეთ. მთელი ცხოვრება რაგბს თამაშობენ. ეგ იგივეა მექსიკელს რომ მოუგო ამერიკაში გადაპარვაში. არა, პრინციპში კი უგებთ, მაგათი. მართალი ხასენზე. უგებთ. და სხვათა შორის მექსიკელებზე გამახსენდა გაგეცინებათ და ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ტეკილით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა მოიპარეს. ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, ოხ, გიაია. უარ იქნა ამ კაცის გამოსწორება, კაცო, იმიტოა 3 დღე ურეკავ, გადაკვეთე თუ არა საზღვარი თქო და ენას ვერატრიალ. არცაა გასაკვირი. პატარა ალკოჰოლი თუ არ ჩაუფინე, იმხელა მდინარის გადალახვას ეხურები შენ. სისხმა ხო რა იმოძრაო სიმწყალში, კაცო. ტეკილების პატრონი ღვინოდა თურმე, სატვირთო მანქანები ვაის დააბრუნეთ, თქვენ დალია ცეცხლი, დუღარე და ტეკილა. ხოლო ქალებმა მიაძახეს როდალებთ მაგბოთლები აგადაყაროთ, ემისთვის გვინდაო. სანამ მექსიკაში მოპარულ ტეკილას ეძებენ, ამასობაში იაპონია აღარ იცის რა მოიგონოს, პრინციპში იცის. ამჯერად იაპონელმა ტექნიკოსებმა შექმნეს სარეცხი მანქანა, რომელიც ადამიანს რეცხავს. მარტო ადამიანს თუ ნამუსაც ურეცხავს. ნამუსაც ურეცხავს არ ვიცი, მაგრამ ტანსაცმლიანად ძვრები თურმე შიგდა, თან ტანსაცმელიც ირეცხება. ჩვენიერი საინტერესოა. ახლა წარმოვიდგინე, რომ სარეცხი მანქანიდან რომ გადმოდის კაცი დარეტიანებული და ყვირის. ვინ დააყენა 1000 ბრუნვაზე ეს მანქანა, მე მაგის ასე და ესე, რა? ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩართვისაც. შემთხვევით სწრაფ რეჟიმზე რო არ ჩართო, თორე დაგაპატარაა. ისე კაია. ან დიდხანს წრუვაზე უნდა დაგჭეს, თორე გამოგწურავს კაცი თელივით. ისე ჩვენი ჩაირიკა რო გარეცხო. არ გია ხარაიში. ნეტა გასაშრობად რო გაფირო რამდენი შპილი გადაჭირდება. მე მგონი დრო ადამიანების სამრეცხაო გავხსნათ. ბავშვი 10 ლარი, ჩიაკაცი 15 ლარი და მუტრუკი 25 ლარი. მიზმინა 50. ახლა ერთი რეკორდის შესახებ უნდა გიამბოთ 59 წლის კანადელმა ქალმა საათში 1575 აზიდვა გააკეთა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ანუ ჩემი რეკორდი გააუმჯობეს. შენ რამდენს აკეთე? 15 საათში. აუკრაე. არ გაცივდე გაობლილო უარესა. მაგარ არის რომ დამკრა. 1575 აზიდვა რამ გაგაკეთებინა შეო ოჯახა შედება. აზიდვა კი არა 1575-მდე. მარტო დათვლისას დავისვენებდი 3-4. ისე უფრო მაგარი რეკორდი იქნებოდა კაცთან ერთად რო გაეკეთებინა მაგდენი აზიდვა. აი რეკორდი ეგ არის. მაგას რეკორდი აღარ ქვია ჩემოძახეს ხორაბები. რაც ქვია ყოჩახი მქალს დაიმსახურა ჯილდო. მაგრამ მედლის დაკიდება უნდა და ვერ მოახერხეს. ეგოგო გააჩერე ხელები ასე თავი და ხელები ვერანაირად ვერ შეუსო ბაბეს. კი ბატონო. ქალის გმირობაზე ხომ მოგიყევით და ახლა ერთი კაცის ამბავი უნდა გიამბოთ. აბა კაცმა ბუდიში საინახაც უბერავს თან. კაცმა აღმოაჩინა რომ საცხობის მფლობელი რომელსაც ხშირად სტუმრობდა მისი ბიოლოგიური დედა.
კი გამიკვირდა ასე გემრიელი რო იყო ყველაფერი დედაჩემის გაკეთებული ყოფილა და აბა რა იქნებოდაო მაგრამ მე ამ კაცის მიკვირს დედა რო ფუნთუშაში ფულს გამოგარცავს იმას დედა როგორ უნდა დაუცა ხო და დედამაც რო გაიგო თურმე ჩაიხუტა ეს ხო იცი შენ ჩაუხუტებია გულში და ის წინაკვირის ნისი აღარ მოიტანო ჯონ და ბოლოს უცნაური ნიუსი სტრესის მართვაში ამიერიდან სპეციალური სამაჯური დაგვეხმარება. შვენიერი, მაგრამ როგორ აბა ეგ ხა სტრესის დროს სამაჯური გზნობს და ეკრანზე გიწეს დაწყრადი ჩემ თავს გაფიცე, ხო? თუ რა ხდება? ხო, ნუ ხიზლად თუ ხარ. ეკრანზე გიწერს და თუ ცუდ სიზმარს ხედავ ტრამპსკეს გაიგვიძე. ეგ სამაჯური კი რა ფსიქოლოგი ყოფილა. ეს რო ათხოვო ძმაკას და არ დაგიბრუნოს, რა უნდა უთხრა თუ ვიცი? ბიჭო, დამინე სამაჯური, დამეთხარა ნერვები. სიმართლე გითხრა, მე და ბატას ასეთი სამაჯური არ გვაქვს. მაგრამ არც სტრესი გვაქვს, რადგან ჩვენი ოქროს ბიჭები ხსნიან სტრესს გემრიელი მუსიკით. დიახ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შოუში დოლგარბოძე უკრავს და კეიბის განწყობაზე გვაყენებს სავრელები და გიორგი შაშიდაშვილი. ძვირფასო მეგობრებო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცოტა გაციებულები ვართ. ასე იმიტომაც ვართ, მოგეხსენებათ ვირუსების სეზონია და ჩვენც შეგვხვდა რა ვქნათ, რა გავაკეთოთ. თუმცა დანებებას არ ვაპირებთ, მაგრად სხედვართ და გვინდა კარგი სიმღერით გავავხნეოთ ერთმანეთი და ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა ჩვენ დღეშია. მაშ ასე დუეტი ძმები გრიპები. სიმღერით ავადა.